დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებული ყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია თავაზობს მონაკვეთს წმინდა წერილიდან, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ მაცხოვარმა დააპურა 5 პურითა და 2 თევზით 5,000 ადამიანი. 5,000 ეს მხოლოდ იყვნენ მამაკაცები, ისე იგი ქალბატონებისა და ბავშვების გარეშე. აი დღევანდელ დღეს თითქოს რა არის, ხო? უჩვეულო არაფერი არ არის ჩვენთვის თითქოს, რომ რაღაც მაცხოვარმა ესეთი სასწაული აღასრულა და თუ ჩვენ წმინდა წერილს ვკითხულობთ, ეს ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ხო სადღაც 2000 წლის უკან რაღაცა ისე იგი მაცხოვარმა სადღაც ვიღაცა 5,000 ადამიანი დააპურა და ჩვენ რა ამერე, ჩვენ რითი ვპურდებით, რითი უნდა დავპურდეთ, დღეს უფალი რითი გვაპურებს ჩვენ. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ ღმერთი მოქმედებს არა კონკრეტულად ისტორიაში და არა კონკრეტულად იმისთვის, რაც იქ ხდება მხოლოდ, არამედ მისი მოქმედება ყოველთვის არის გამომხსნელი და სამაგალითო კაცობრიობისთვის მთლიანად. ანუ წმინდა წერილი არ არის მხოლოდ ისტორიული, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, არამედ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენც ვპურდებით ზოგადად აი ამ წმინდა წერილიდან. ეხლა დღეს მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენ ალბათ ყველანი ვემზადებით ხო ცხონებისთვის. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ცხონების გზაზე ვიდგეთ. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ალბათ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ღმერთთან უნდა ვიცხოვროთ აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც. აბა ისთვის მოვედით აქ, ხო? თუ მარტო იმისთვის მოვედით, რომ როგორც მაცხოვარს მერე ისე იგი დაპურებული ხალხი ეძებდა კიდე რომ კიდე ჭამა უნდოდათ, რომ ისე იგი კიდე პური გაგვიმრავლოსო, რომ საჭმლისგან დაპურება უნდოდათ, არა. ანუ ჩვენ რა პურზე არის, ჩვენ რა პურზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ანუ ცათასასუფევლის პურზე გვაქვს, ანუ აქ იმისთვის მოვედით, რომ ყოფითი ამწუთი სოფლისეული მოთხოვნილებები ვთხოვოთ მარტო ღმერთს და ვეცადოთ, რომ დავიკმაყოფილოთ, თუ უფრო მეტისა, მიზეზთა მიზეზის საძებრად მოვედით. ანუ მიზეზთა მიზეზი ეს არის მოკლედ ადამიანის სულის ცხონება. ეხლა ნახეთ დღევანდელი წმინდა წერილის ისე იგი შინაარსი რომ მცირეოდენით განმარტოთ და ერთი მხარე დავინახოთ, რა თქმა უნდა წმინდა წერილი ამოუწურავია და არ შეიძლება მთლიანად ამოიწუროს ამ ჩვენი სათქმელით მისი თუნდაც ეს მცირე მონაკვეთი. ანუ რა შეიძლება აქ დავინახოთ? პირველი ნაბიჯი რაც უნდა გავაკეთოთ, ქრისტიანმა ადამიანმა დღეს გონებაში უნდა დაფიქრდეს. ზოგადადაც ამაზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ გონებაში უნდა ფიქრობდეს. არის ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში პირდაპირ არის მოვლენები, რომელიც არის ეხება ცხონება არ ცხონება ჩემსას და არის მეორადი მოვლენები. მოდი ამ მოვლენებს რო არავის არ ეწყინოს და რომ ვიღაცას არ იყოს რაღაცა, ანუ ნაგავს არ უწოდებ, მაგრამ მოდი ნარჩენები უწოდოთ. ანუ რა? აქეთ გვაქვს ცხონება არ ცხონება, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და რომელიც ჩვენთვის როგორც მაცხოვარი ძახის პირველად ეძიეთ ცათასასუფეველი და მისი სიმართლე და დანარჩენი ყოველივე შეგეძინებათ. ჩემი ფიქრი ახლა დღეს არის ერთ რამეზე, რომ ჩემი მთავარი ესე იგი ცხოვრებისეული მიზანი არის სულის ცხონება და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ანუ რაღაცა მოვლენა, რაიმე ნივთი, ვინმე ადამიანი, ან რაც ხდება სამყაროში, ვაფასებ იმით, ეს ეხა ჩემი ცხონება არ ცხონებისთვის რამეს ნიშნავს? მე ამას ესე გავაკეთებ თუ ისე გავაკეთებ. აი მაგალითად პირობითად ავიღოთ, აი ამ ხატს ეხლა ჩვენ აქეთ დავკიდებთ თუ იქით დავკიდებთ. ანუ ტაძარში რაიმეს შევცვლი თუ არ შევცვლი, ჯვარცმას საკურთხევლის წინ დავდებ თუ ისე იგი სტოასთან ახლოს, ანუ უფრო დასავლეთის მხარეზე გადავიტანთ, როგორც მიცვალებულთა კუთხეს. ეს როგორ ფიქრობ, ცხონება არ ცხონების საკითხია თუ მეორადი საკითხია? მეორადი საკითხია, იმიტომ რომ
ჯვარცმასთან სადაც არ გინდა მიხვიდი ადამიანი, ხო? თავარია იქ რა საკეთებ ადამიანი, ეს არის შენი ცხონება არ ცხონების საკითხი. ამიტომ აბა დავფიქრდეთ პირველი ნაბიჯი რაც გადავდგა დღევანდელი სახარების ამოკითხვისას, რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში მოვლენები, რომელიც ცხონება არ ცხონებას ეხება და არის მეორადი მოვლენები. არის მეორადი მოვლენები, რომელიც თავისთავად ცუდი არ არის, საჭიროა, მაგრამ ის არ არის ჩემთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. აი, ნახეთ როგორი რაღაცაა ახლა. აბა უყურეთ ერთ რამეს. ღმერთმა ადამიანი შექმნა, პირველ რიგში შექმნა, სამოთხეში შექმნა და პირველ რიგში შექმნა იმისთვის, რომ ადამიანი ცხონდეს. აი ქრისტე რო ახლა აქ იდგეს და უხილავად ის წირვაზე მუდმივად აქ მყოფობს ჩვენთან, ანუ ის რას გეტყოდათ იცით? ანუ პირობითად იტყოდა რომ ცხონებას ეძებთ. ანუ ცხონებაა თქვენ აქ რისთვის მოხვედით? ცხონებისთვის მოხვედით თუ სხვა რამისთვის, რაც ამ წუთის სოფლისეული არის, როგორც წეღანო თქვით. ამიტომ ნახეთ, მე თქვენ გეტყოდათ შექმენით იმისთვის, რომ თქვენ უნდა ცხონდეთ. აბა პირველი ნაწილი დაიმახსოვრეთ, ერთი პირველი ნაწილი თქვით, მეორე ნაწილი ქრისტე გეუნება, მე შენ გაგაჩინე, ამოგარჩიე პირობითად და შენ ღვთის წინაშე რჩეული ხარ, რომ საერთოდ ამ დედამიწას მოევლინე, იმიტომ რომ მილიონობით და მილიარდობით ადამიანია, რომელიც დედის მუცელში, დედის საშოში ჩაისახა, მაგრამ ამ ანუ სიცოცხლის, ესე რომ ვთქვათ, აი ამ წუთისოფლის, აი ამ ისე იგი ამ სამყაროში მოვლინებას ვერ ეღირსა, მაგრამ შენ რომელიც აი აქ დგახარ და დღეს ცოცხალი ხარ, ღმერთი გეუნება, ქრისტე გეუნება, შენ რჩეული ხარ, იმიტომ რომ უკვე გაჩნდი და დაიბადე. სხვა არის შენ როგორ ცხოვრობ, შენ ცხოვრებას და ხშირად ადამიანი იძახის უფალო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მithოვიაო, იმიტომ რომ იმდენად ადამიანი, ეხლა ვისაუბრებთ ამაზე, იმდენად ცუდად წარმართავს თავის ღირებულებებს და თავის ცხოვრებას, რომ ადამიანი თავის გაჩენის დღეს იწყევლის. რატო იწყევ? რამდენჯერ გითქვამს ნეტა არ დავბადებულიყავი, ნეტა არ გავჩენილიყავი, მათ შორის ჩვენც და დღევანდელ სამყაროში უამრავი ადამიანია ამ მდგომარეობაში. შეიძლება ამას არ იძახიან, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელიც ამ მდგომარეობაში არის. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა ქრისტე გეუნება, რომ მე შენ ცხონებისთვის გაგაჩინე. გამოგარჩიე იმისთვის, რომ მილიარდობით ადამიანი, რომელმაც ამ სამყაროში სიცოცხლე ვერ იხილა, ამ წუთისოფლს ვერ მოევლინა, შენ მოგავლინე. მეორე, როდესაც მოგავლინე, ახლა თქვენზე ვიძახით, თქვენ ვინც აქ დგეხართ, თქვენ უკვე ეკლესიაში დაგიძახეთ. ხალხო, უბრალოდ დაფიქრდით, უკვე ქრისტემ არამხოლოდ გეუნება, რომ არამხოლოდ გაჩნდი შენ, არამედ უკვე ეკლესიის მაცხოვრებელი ეკლესიის წევრი გახდი, ჩემი სხეულის წევრი გახდი. რამხელა მოწოდებაა, ჩვენ ეს გვავიწყდება ხშირად და ამაზე მეტად ზრუნავთ გარკვეულ თანამდებობებზე, ზრუნავთ რაღაც ამ წუთის სოფლისეულ კეთილდღეობაზე, ამაზე გვავიწყდება ქრისტიან ადამიანებს ორი რამე, რომ ღმერთო მადლობა საერთოდ რომ დღის შუქი მაჩვენე და ამ წუთის სოფელს მოვევლინე და მაქვს საშუალება რომ ცხონდე, ვიცხოვრო ამ წუთის სოფელში და შენ გადიდო, შენ გეძებო, შენთან ერთად ვიცხოვრო, შენთან ერთად კეთილი საქმე აღვასრულო, სათნოებითი საქმე და მეორე კიდე მადლობა იმისთვის, რომ აი აქ მომიყვანე. აი აქ დგევარ, შენ სხეულში, შენ ოჯახში, ტაძარში კი არა მხოლოდ კედლებში, რომელიც წმინდაა თავისთავად, არამედ შენს ამ უხილავ მისტიურ სხეულის წევრი გამხადე მე. რამხელა სამადლობელია, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. ადამიანი რას აკეთებს? რას ვაკეთებთ ჩვენ სამწუხაროდ რას ვაკეთებთ? აი ბოდიშით ამ გამოთქმაზე, მაგრამ აი ესეთი რაღაცა რო იყოს რა, ასე მინდა რომ უბრალოდ პირდაპირი გაგებით გაიგებთ ამას, პირდაპირი გაგებით არა, როგორც ისე იგი ნარჩენებს, რაზეც ვილაპარაკეთ, წარმოიდგინეთ ახლა მოწოდებული ხარ, რაზეც გითხარით ამისთვის და ჩაყირავებული ხარ ადამიანი თავით, მე აი ისე იგი ბუნკერები რო არის, ამ ბუნკერში და იქექები იქა. აი იმაში იქექები და იქეძებ ადამიანი თავარ ღირებულებებს და ფასეულობებს. აი დღევანდელი ადამიანის ყოფა. და დღეს გარედანაც ამ წუთის სოფლის სულისკვეთების ადამიანები გეუნებიან, რომ აქ ბუნკერში იქექიალე მაგ ბუნკერში დამიჯერე, მან დიპოვი ყველაზე საუკეთესოს. მან დარი შენი ბედნიერება, მან დარი შენი სიცოცხლე, მან დარი შენი სიხარული, მან დარი შენი თავისუფლება, მან დარი შენი სიყვარული.
ხალხო წარმოიდგინეთ, მანდ გვეუბნება ამ ბუნკერში იქექიალე, ამ ბოდიში ნაგვის ბუნკერში იქექიალე, ნარჩენებში, მეორად რაღაცეებში იქექიალე და მანდ იპოვი შენ სიხარულს და ბედნიერებას. აი დღევანდელი კაცობრიობა ერთმანეთს ჭამს. აი ჯაყოები გახდნენ, მიხვდით, აბა გაიხსენეთ, ხო კარგი პერსონაჟი არის ქართულ ლიტერატურაში, ისე იგი ლუარსაბ თათქარიძე და ძალიან მაგარი პერსონაჟია ჯაყო, აი ისე იგი არაფერი არ აინტერესებს მიღმიერი, არაფერი არ აინტერესებს იქით რაც არის, აინტერესებს მარტო რა მიწები და ამ თავაცა წაართვა ყველაფერი და მოკლედ ეს მიწიერი ყველაფერი ვინმეს რამე წაგლიჯოს, ვინმეს რამე წაართვას. აი ამ ბუნკერთან ბოდიშით ამ გამოთქმაზე ეს სამყარო, ეს წუთი სოფელი პირობითად ჩვენივე მოქმედებით ადამიანებმა ვაქციეთ როგორც აი ესე ნარჩენების ბუნკერად და აი ამ ნარჩენების ბუნკერში ვართ ყველანი ჩაყირავებულები და ვჭამთ ერთმანეთს პირველი ვინ აარჩიოს. ოდის გიხდით, მაგრამ ახსენდება აი მარკეტებში როა ხომე ფასდაკლება რაღაცა და ხალხი რო დგას ხომე და რო შეუშვებენ და ადამიანი ბოდიში არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ბევრი ხა იქ დგას ისე რომ მიდის და ღირსეულად იმაშვება, მაგრამ შენ თვითონვე რო არ მოგწონს რო წამოხვალ იქიდან შენი თავი რო რაღაცა მატერიალური სითქოს რაღაცა ორი კაპიკის დაკლების გამო ადამიანი მოკლედ გადადიან ერთმანეთზე, ჩხუბობენ, არ ვიცი, შეურაცხყოფენ ერთმანეთს და არ ვიცი, აი ზუსტად ამათ ეს არის სამყარო. და ამ სამყაროში სამწუხაროდ ქრისტიანი ადამიანებიც ამ სამყაროში ეძებენ სიხარულსაც, ბედნიერებასაც, მათ შორის თავისუფლებასაც და სიყვარულსაც. და ამიტომაც ადამიანის მდგომარეობა, აი ნახეთ როგორ არის ადამიანის მდგომარეობა აი ამ ქექიალში და ამ ქექიალში ძიმდება და მძიმდება. იქ შენ რო იყავი ჯერ და მიგიშვეს, მერე გამოგაგდებენ იქიდან, ახლა შენი დრო აღარ არისო და ჩვენ მერე ისე ვცდილობთ რომ დავიბრუნოთ რაღაცეები, ოჯახში ვცდილობთ ვიჩხუბოთ ერთმანეთთან, ვინ პირველია, ვინ მეორეა, იმან ეს არ უნდა მითხრას, ამან ეს არ უნდა მითხრას, მეზობლებში, ქვეყანაში, გადახედეთ, ქვეყანაშიც ეგ არის. ქვეყანაში ზუსტად ეგ ხედდება, ვინ იდგება ამ ბუნკერის სათავეში და ამ ბუნკერს ვინ განსაზღვრავს და ვინ განკარგავს ამ ბუნკერს პირობითად მეორად ვინ განკარგავს. აი ეს ხდება ზოგადად და ჩვენც აი ამ მორომტრიალში ჩართულები, ჩვენი არ ვიცი ამ სოციალური ქსელებში ურთიერთობით, ამ სოციალურ ქსელებში გარკვეული ჩვენი არ ვიცი კომენტარები თუ რა ვიცი რა გინდა, არ ვიცი, ბოდიშ გიხდით რა შეიძლება დაარქვა, ამას ვერ გაიგებ ადამიანი. დადებენ რაღაცა იმას და მოკლედ ჩვენც ლანძღვა გინება და ერთი ამბავი ჩართულები ვართ აი ზუსტად ამაში, ამ მდგომარეობაში და რა ხდება ახლა? ეს რაღაცა აი ეს მდგომარეობა მინდა გითხრათ უბრალოდ, დაიმახსოვრეთ ეს და იცოდეთ. ეს არის მდგომარეობა, სადაც ყველანი გვეუბნებიან ერთ რამეს, აბა სულისკვეთებას დააკვირდით. ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება. ცოტაც და ყველაფერი დამშვიდება. მიდი იბრძოლე, ცოტაც და მიაღწევ მიზანს, ცოტაც და აი ამ მდგომარეობაში ვარ და სულ თითქოს იმაში, რა ქვია, ერთმანეთის ქიშში რაღაცა თითქოს ვეძებთ, რომ უნდა დამშვიდდეს. დაუკვირდით, რას ვიძახით ხომ, ერთხელა და სამუდამოდ ხო უნდა დამშვიდდეს რაღაცა. ერთხელა და სამუდამოდ ხო უნდა კარგად იყოს რაღაცა. აი ეს არის, აი ამას ეძებს ადამიანი სიმშვიდეს და არადა როგორ ხარ იცი, ის სიმშვიდე აი ამ მეორადის ქექიალში არ მოდის. ის ნანატრის სიმშვიდე, რომელიც გინდა ადამიანს არ აქვს და ამიტომ ნახეთ როგორ არის ადამიანი აი შინაგანად იღლება რითი. აბა დააკვირდით ერთ რამეს, ეხლა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით. ეს უნდა დაძლიოს ყველა ქრისტიანმა ადამიანმა. ადამიანი იწყებს ყველაფრის გაკონტროლებას. რაც მოვიძიე, იმის დაცვას ხო ვიწყებ და მე გარშემო ყველაფრის კონტროლი. უჩემოთ არაფერი არ ხდებოდეს. აი ეს აქვს ადამიანს, რომ მუდმივად იყოს ზემო და მუდმივად იყოს როგორ იცი, აქა ვარ, მე ვარ, მე განსაზღვრავ რაღაცებს. ოჯახშიც ესე ხდება, ოჯახშიც კიდე გეუნები ჭამენ ადამიანები ერთმანეთს, ვინ პირველი და ვინ მეორე იქნება და ვისი აზრი იქნება. ამიტომ ადამიანს აი ეს შინაგანი დაუკვირდით, შინაგანი კონტროლი, აი ესე რომ ყველაფრის კონტროლი გინდა ანგრევს ღლის და აი ემითია გადაღლილი დღეს კაცობრიობა. დღეს ადამიანს ელაპარაკები და დაღლილია. დღეს ადამიანს ელაპარაკები თითქოს იღიმის, ბედნიერება, მაგრამ ჩაიხედე მის შინაგანში განადგურებული და დაღლილია. რითია დაღლილი, იცით?
მუდმივი კონტროლით. მუდმივად უნდა ყველაფერს აკონტროლებდეს, მუდმივად უნდა ისე იყოს ყველაფერი როგორც მას უნდა. ყველაფერი აი წამზე ისე უნდა იყოს, ანუ აი ამ კონტროლში უნდა იცხოვროს და ეს არის ყველაზე დიდი მახე ხალხო. იცოდეთ რომ ქრისტიანი ადამიანისთვის ყველაზე დიდი მახე არის ეს, რომელსაც მოაქვს მე ამპარტავნება, თავდაჯერებულობა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ანუ თლიანად ღმერთს აშორებს ამ მდგომარეობით, ღმერთს შორდება ადამიანი ზუსტად აი ამ მდგომარეობით. ამიტომ ნახეთ როგორ არის, როდესაც ადამიანი აი ამ განცდებში, აი ამ კონტროლში შედიხარ, თითქოს ხო ფიქრობ, რომ თავისუფლებას აღწევ, მაგრამ ყველაზე დიდი მონახტები ამ დროს. ყველაზე დიდი მონა, რისი მონა, იცი, საკუთარი აზრების და საკუთარი კონტროლის მონახტები და ნახეთ რა არის. ხვდები რომ მაინც ვერ აკონტროლებ ვერაფერს. ყველაზე მთავარი ეს არის, ერთი წუთი გავა და წუთის წინ რომ ფიქრობდი რომ აკონტროლებდი სიტუაციას, ერთი წუთი გავა და ისე მოხდება ყველაფერი სამყაროში, იფიქრებ, სად წავიდა ეს ჩემი კონტროლი. სად წავიდა, სად დაიკარგა ის, როდესაც მე მეჭირა თითქოს სიტუაცია ხელში. აი ეს არის ყველაზე საშინელება, რაც ამ სამყაროს ჭირს და ადამიანს ჭირს დღეს. ეს არის ის ყველაზე მეტად, რაც უპირისპირდება ქრისტიანობას. ნახეთ მოციქულები როგორ არიან. ზუსტად ჩვენ მოციქულებსაც კონტროლი უნდა დღეს, როგორ ფიქრობთ? აბა რას ეუნებიან მაცხოვარს? გაუშვი ესენი წავიდნენ კაცო, ანუ ფიქრობენ, წინ და წინ ფიქრობენ, ეხლა ამათ მოშივდებათ 5,000 მარტო კაცი ერთი 10,000 ადამიანი მინიმუმ ხო იყო იქ. ახლა ამათ მოშივდებათ, ამათ ხო საჭმელი უნდა ვაჭამოთ, ვინ მისცემს ამათ საჭმელს? ჩვენთან არიან მოსულები, ისე იგი ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაცა და მაცხოვართან მიდიან, გადი გაუშვი უფალო, რომ თვითონ იყიდონ საჭმელი და უფალი რას ეუნება? დამშვიდით, ჩემთან როდესაც ხართ, წინა ქადაგებაში რა ვთქვით საუბარში, ღმერთი კვალავს იმ გზას, რომელიც შენ გონია რომ გაუკვალავია. ღმერთს შეუძლია ის მდგომარეობა მოაქციოს ისეთნაირად, რომელიც შენ გონია რომ ეს არ მოტრიალდება ასე. ანუ, როდესაც შენს კონტროლზე ფიქრობ და ღმერთი სხვას უყურებს, აი დღეს დღევანდელი სახარების თავარი შინაარსი, რაზეც მინდოდა მესაუბრა, არის ეს, რომ ადამიანმა უნდა გაუშვა ხელიდან საკუთარი კონტროლი ღმერთის ნებისმინდობაზე. მიენდე ღმერთს, რამდენი ვენდობი ჩვენ ღმერთს. გულწრფელად. ის კი როცა უკონტროლო მდგომარეობაში ვარ, მაშინ ეგრევე არ ღვთისნებაა ყველაფერი, მაგრამ აბა მანამდე სანამ კონტროლში გიჭირავ რაღაცა, სანამ ჯერ კიდე აკონტროლო, არა, ის შენზეა, მაგრამ გაგექცევა თუ არა, შვილი რომელსაც ზრდიდი შე როგორც გინდოდა და გაგექცევა თუ არა და უკვე აღარ გიჯერებს, მერე რა შვები ღმერთო, შენ უშველე ჩემ შვილსა, შენი ნება იყოს, მანამდე რას აკეთებდი? მანამდე აი საკუთარ კონტროლში, მარჯვენაში და აბა მოკლედ ესე ნებისმიერ ამას ასე აკეთებს ადამიანი, მაგრამ როცა გამოეცლება ეს კონტროლი ხელიდან, შემდეგ ადამიანი მოკლედ გადადის თითქოს ვითომ ღვთისნების მოძიებაზე. ამიტომ ადამიანი ისე იგი კარგავს აი ამ თავისუფლებას. და მერე ნახეთ როგორ არის თავში ჯერ ეს უბრალოდ ხდება ადამიანში და მერე ეს კონტროლის სურვილი იმდენად ძლიერია ხალხო. ეს კონტროლის სურვილი იმდენად, აი როგორ გითხრათ, იცი ტკბილია. იცი როგორ უხარია ადამიანს ვინმე სულ აკონტროლებს, იმას რომ რამე სეტყვი დაავალებ და გააკეთებს. ანუ ზემოდან ყურება, ამპარტავნული ყურება, მე გამკარგავა ყველაფერს. ანუ ბოდიშით ნარჩენების კონტროლი, ნარჩენების მეკონტროლია, მაგრამ მეკონტროლია. ძალიან მაგარი არის. მიხვდით, ანუ ადამიანს ეს უნდა ვინმეზე ზემოთ იდგეს, ვიღაცაზე მეტი იყოს, ვიღაცა აკონტროლოს და ვიღაცას უკარნახოს, მას როგორც უნდა ისე იყოს ყველაფერი და აქ უბრალოდ უფალი მოდის და გეუნება. ესე არა, ასე ვერ იქნება. ჩემთან მიმართებაში ასე ვერ იქნება. და ამიტომ მე ეს კონტროლის მდგომარეობა თქვენ ვეღარც კი ამჩნევთ ამას, გადასული გვაქვს ჩვევაში და თვისებაში უკვე. და ამ ჩვენი კონტროლის სურვილი და ჩვენი აი ეს განწყობების დააკვირდით ერთ რამეს.
გალია შევკერეთ უკვე ამითი, ამ ჩვენი განწყობებით უკვე გალიაში ვართ აღმოჩენილი. ბორკილები გვადებს, უკვე სხვანაირად ფიქრი აღარ შეუძლია ადამიანს. ანუ თავარი რა არის ღმერთზე მინდობა აღარ შეუძლია ადამიანს. რო კითხო ადამიანს დღეს, რა გირჩევნია? ღმერთზე მინდობა, რომელიც შეიძლება მის ნებას თუ მიენდობი, თლათ ისე არ იქნება ყველაფერი, როგორც შენ გინდა. თუ ისე გინდა, როგორც შენი კონტროლის ქვეშ იქნება და შენი ნება იქნება, დამიჯერეთ უმეტესობა ადამიანისა დღეს ირჩევს თავისი მდგომარეობით ამას, მე როგორც მინდა ისე იყოს და ღმერთი თუ უნდა დამეთანხმოს, თუ უნდა არ დამეთანხმოს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ ეს სამყარო თავისი ყველაფრით არის ღვთის შემოქმედება და ღმერთი არის მეუფე ქმნილებისა, რომელიც მან შექმნა. გამომდინარე აქედან, როგორც წელან გითხარით, ჩვენ ვეჩეხებით ცვალებად სამყაროს. ქრისტიანებო, ჩვენ რო გარეთ გავდივართ, ჩვენ ვეჩეხებით ცვალებად სამყაროს. და ეხლა გეტყვით რას? რომ მეგონა რომ ჯანმრთელი ვიყავი, რამოდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაგრად ვარ ავად. რომ მეგონა რომ ყველაფერი კარგად მქონდა, აი წარმოიდგინეთ, აი ამ რაც გითხარით სამყაროში მეორადებიო ფაზლები გახსოვთ, ბავშვები ხო ათამაშებთ ხოლმე ფაზლები. ვიღაცამ აი ამ ნარჩენებიდან, ამ ფაზლებიდან, რომელიც ოღონდ ბოლომდე არ იწყობა. ბოლომდე არ იწყობა, მუდმივად უნდა აწყო ეს, ვიღაცამ ააშენა ძალიან ლამაზი სახლი, მანქანა, ყველაფერი რაც აქვს, რაც შეიძლება გქონდეს ადამიანს. და უცებ რა ხდება? სამყარო არის, როგორ გითხარით, ცვალებად. უცებ მოტრიალდი ერთ დღესაც და აღმოაჩინე, რომ ეს ან აღარა გაქვს, ან დაკარგე, ან წაგართვეს, ან ისე დაავადდი, რომ აზრი აღარაა გაქვს თუ არა. ზიხარ ადამიანი და ფიქრობ, რო გაქვს ამდენი, პირობითად ვიძახი, მეორე სართულზე ვეღარ ადიხარ. საკუთარი ამ ფაზლებით, ამ მეორადი ნარჩენებით აშენებული სახლისა. ვეღარ ადიხარ იქ. აღარ არის ეს ყველაფერი, არც ამისი ძალა გაგღონე, არც ხალისი, არაფერი არა გაქვს ამის. ისმის კითხვა. მერე და გახსოვდეთ ქრისტიანებო, რომ ჩვენ რო გავდივართ იმ სამყაროში, ეს სამყარო ძალიან ცვალებადი სამყაროა. უცებ ისეთი რამე დაგატყდება ადამიანს თავს, გარდაიცვლება ისეთი ვიღაცა, ფეხები მოგეკვეთება საერთოდ. აღარაფერი აღარ გინდა ადამიანს, არაფრის დანახვა აღარ გინდა ადამიანს იმის საპირწონეთ, რომ რაზეც მანამდე ბრძოლობდი და ცდილობდი, რომ ესე აღარ გინდა, რატო? რატო აღარ გინდა ადამიანს? იმიტომ რომ დაკარგა ამ ყველაფერმა შინაარს. დაკარგა. და ასე დაკარგავს ქრისტიანისთვის შინაარს ყველაფერი, როდესაც ის მიადგება მარადიულობის ზღვარს. მარადიულობის ზღვარს რომ მიადგება. ამიტომ ნახეთ როგორ არის გასაღები, სად არის? გასაღები რაშია? როგორ გავარჩიო მე რასთვის უდავიბრძოლო და რისთვის არა? როგორ გავარჩიო? გაუშვით ხელიდან საკუთარი კონტროლი და მიეცით ღმერთს უფლება და უთხარითო, ღმერთო, იყოს შენი ნება. სახლში იქნება, სამსახურში იქნება, სადაც გინდა იყოს. მეტი მიანდეთ ღმერთს, მეტი დაუთმეთ ღმერთს. აი ქრისტიანი ადამიანი. მორწმუნე, მიგითხარით, გაარჩიეთ ერთმანეთისგან მორწმუნე და ქრისტიანი. მორწმუნე შეიძლება ის იყოს, რაც გითხარით, იქ იქექებოდეს ყველაფერი, მაგრამ ქრისტიანი არ იქნება ის. მორწმუნე იქნება. და ამავე დროს სარწმუნოება მისი იქნება წარმართული, იმიტომ რომ წარმართებიც ესე ცხოვრობდნენ. ცხოვრობდნენ ასე, ყველაფერისთვის იბრძოდნენ. ხოცავდნენ ვიღაცას იმისთვის, რომ გამდიდრებულიყვნენ. საღამოთი კიდე კერპებს შესწირავდნენ, იმას რა ქვია, მადლიერების სხვერპს შეწირავდნენ, რომ აგერ ვიღაცა დააჩაგრინა და მისი ქონება ხელში ჩააგდებინა. ამიტომ ქრისტიანობა სხვა რამეა. ქრისტიანობა გეუბნება, რომ გაუშვი შენი ხელიდან კონტროლი. არაუშავს ადამიანები გეტყვია რამეს. ადამიანები შეიძლება რაღაცას ისე იგი შეურაცხყოფენ, დაგჩაგრავენ ცოტა. გაუშვი ნელ-ნელა ხელი, ნელ-ნელა გაუშვი კონტროლი ხელიდან, მაგრამ არა, ადამიანს არ უნდა ამის გაშვება ცოცხალი თავით. ამიტომ როგორები ვართ?
გადახედეთ თქვენ თავს, რას გეუნებით ხოლმე, მე მართლმადიდებელი ბოლოს ბედნიერი როდის ვნახე, მე არ ვიცი, არ მახსოვს. ქრისტიანი ადამიანი, რომელსაც სახეზე ბედნიერება აწერია, მე არ მახსოვს როდის ვნახე ბოლოს. რატო? იმიტომ რომ ეს ორი რამე ეჯახება ერთმანეთში, კონტროლი რომელიც და გინდა რომ აკონტროლებდე ყველაფერს და ამავე დროს გინდა რომ ქრისტიანიც იყო ადამიანი. ეს ორი რამე ეჯახება ერთმანეთს და ეს დაჯახების შემთხვევაში ადამიანი შინაგანად ფსიქიკა ერყევა ადამიანს. ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს, დამიჯერეთ. არ არსებობს აქ სხვანაირად იყოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმ დონეზე ახორციელდება ადამიანში, რომლის კონტროლი შეუძლებელი არის. ამიტოა სამყარო დანერვოზებული, ამიტოა სამყარო მთლიანად ახალგაზრდა ბავშვები, ახალგაზრდები მოდიან და ისე იგი დეპრესია, წამლებს ვავენ უკვე 14-15 წლის ახალგაზრდები. რატომ? იმიტომ რომ მშობლებმა ასწავლეს, შვილო, შენს გარშემო ყველაფერს დააკონტროლებდე. შენ უნდა იყო ყველაზე მაგარი, შენ უნდა იყო ყველაზე ძლიერი, შენ უნდა იყო ყველაზე მაღალი და აღმატებული, ყველაზე დიდი. ეს ბავშვი შეპყრობილია იმ კონტროლით, დიახ, მე უნდა ვიყო ესეთი, დაიღალა, აღარ შეუძლია. ხვდება რომ სამყარო არის ცვალებადი. შენ რო უფროსი ხარ, შენ კიდე გამოცდილება გაქვს და რო გადიხარ ამ ცვალებად სამყაროში, შენ კიდე შეგიძლია რაღაცა გადახარშო ადამიანმა, მაგრამ ბავშვმა ახალგაზრდამ რა ქნას, ოდესაც ჩობელი აი ამითი იმაშვება, ყვებავს მას. ემართება ადამიანს რაღაცა ესეთი, აი საშინელება, არ ვიცი, აი გეუბნები ახალგაზრდები არიან უკვე დასტრესილები, ძალა გამოცდილები, აღარაფრის სურვილის, კეთების სურვილი აღარ აქვთ. რატო? აი ეს არის ჩვენი მშობლების, რომელიც ვიქექებით აი ამ ბოდიში და ამ მეორად ნარჩენებში ვიქექებით და საკუთარ შვილებსაც ამას ვასწავლით, რომ თანამდებობა, გავლენა, ისე იგი რა ქვია, ფული და დანარჩენი ყველაფერი ეგ არის განსაზღვრელი ამ წუთისობაში, იმიტომ რომ პატივისაც ამიტომ გცემენ. ასეც კი მოიფიქრეს იმის ეგ კულტურაში, ქართულ კულტურაში თუ როდისმე შემოვიდო და ღმერთო გვაპატიე, მაგრამ რასე ფული ჯოჯოხეთსაც კი ანათებს. რატო შემოვიდა ეს? იმიტომ შემოვიდა, რომ ადამიანი იცის, ადამიანმა რაც თქვა ამის უკან. ის სული, რომელიც გარეთ არის, აი ის სულის კვეთება შემოდის ზუსტად აქაც. ადამიანი, რომელიც ცდილობს იგივენაირად მოაგვაროს, როგორც გარეთ აი ამ ნარჩენებში აგვარებს ყველაფერს, აი აქაც შემოდის და ეგრე უნდა მოაგვაროს და აი ეგ რო დახვდება ერთი რამ, რომ ესი არა. შენ უნდა შეიცვალო, შენ უნდა გაუშვა კონტროლი ხელიდან, შენ უნდა უკეთესი გახდე, შენ უნდა შინაგანად სულიერი გახდე. აბა ეს უნდა ადამიანს, არ უნდა. მე გეტყვით ზოგი აქაც იმიტომ მოდის პირობითად, რომ ვიღაცაზე მეტი წარმოჩნდეს გარეთ. შენ ტაძარში დადიხარ, მე დავდივარ, მე მოძღვარი მყავს, მე ისა, მე ეკლესიაში დავდივარ. იმითიც კი იქადის ადამიანი, ამითიც კი იქადის ადამიანი. ამიტომ ამ წინააღმდეგობაში ადამიანი კარგავს ძალებს, დამიჯერეთ ხალხო, ეს ისეთი საშინელი წინააღმდეგობაა, რომ ადამიანი საშინლად კარგავს ძალებს, გამოიფიტება შინაგანად თლიანად იფიტება ადამიანი. ძალები აღარ აქვს, საერთოდ სულიერი ძალები აღარ აქვს. დადის მოსიარულე, ხო გეუბნებით, მოსიარულე ბიოლოგიური ცოცხალი არსებაღა არის, შინაგანი ძალები თლიანად გამოცილია, დაიღალა ჭხუბი, დაიღალა ადამიანი წინააღმდეგობი, დაიღალა ამ კონტროლი, დაიღალა ყველანაირად და ფიქრობს ადამიანი, რომ სადმე დამასვენა უბრალოდ. და დასვენება ერთ რამეშია. იცით რაშია დასვენება? მიენდე ღმერთს. ღვთისნებას მიენდე. შემოუშვია ღვთისნება. შემოუშვი თუნდაც ტკივილიანი იყოს, მწარე იყოს, მაგრამ შემოუშვი ღვთისნება. თქვი აბა რომ იყოს როგორც ღმერთი ინებებს. მე მახსენდება აი ტაძარშიც იყო ხოლმე ხა არავის ეწყინება ვინც ამას მოისმენს, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ტაძარში რომ მუშაობდით ხოლმე, აი ესეთი რა იყო, იცით? ისე იგი ვიღაცა ჩამოდის დროზე, ის გავაკეთოთ, ის ავაშენოთ, ეს ავაშენოთ და მოკლედ ეს დაძაბულები რომ გვეკონტროლებინა, ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ ეს და ეხლა რომ გავიზარდებ, ფიქრობ უბრალოდ რა. ჩამოდის, ჩამოვიდეს მერე რა. მოვა, წავა, შევხვდებით ერთმანეთს, დავილაპარაკებთ რა მერე. წარმოიდგინე, შვიდათ უბრალოდ გეხარ და იზარ. ხო, მერე რა მოხდა?
ადამიანს, როდესაც მოდის ამ თავის როგორც ქრისტესთან რომ მოდიოდნენ რომ უფალო გვიშველე ხო ხედავ ნავი ქრისტეს ძინავს. და ისე იგი აიმე ვიღუპები, დავიღუპეთ ეს აიმე და მოდის და ქრისტე რას ეუბნება. კი არ აყვება ამ ფოჩი და კი არ ეთქვის რომ აიმე დედა მართლა რა ხდება, აბა არიქა დროზე. არა, წამოდგება და რას იზავს. სხვას შეხედავს და დაამშვიდებს ზღვას. რა იყო და რას ეთქვის? ურწმუნოებო. თქვენ ურწმუნოებო, თქვენ მეტია ერთ რამეს ეუნება, წეღა რა გითხარით? მორწმუნე ადამიანი და ქრისტიანის განსხვავება. მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ ქრისტიანები არ იყვნენ, ვერ იყვნენ ქრისტიანები. გადასცა თავის მშვიდობა და აქაც არის ხოლმე ესე, აი ხშირად არის მოვარდება ადამიანი, მამაო, აი ეს ახდება, ის ახდება, ის იქნება და რო ეთქვი ადამიანს, აი ხო, დამშვიდი, აბა გიყურებს როგორ იცი, გონი ხარ უცხო პლანეტელი ხარ. გეუბნები, ეს თავისი ფორი აქვს, ეს თავისი კონტროლის სურვილი, ეს თავისი შინაგანი მთელი ეს განწყობა მოაქვს და რო ეუბნები, კარგი ხო, დამშვიდი, არა უშავს, აბა შევხედოთ ამ საკითხს აქედან, იქიდან და ანუ თვითონვე ხვდება როგორ ეჯახება ეს ორი სულისკვეთება ერთმანეთს. თვითონ რა მდგომარეობაშია და აქ მოვიდა და უცებ სიმშვიდე გამოვიდა. და ვეღარ ხვდება რა ხდება და რას ხვდება ამ დროს ადამიანი. სად არის თვითონ და როგორი სიმშვიდეს ეძებს სინამდვილეში. ხშირად არის ხოლმე მოხვალ და იძახით ხოლმე 90%-ს რო ვეკითხები ხოლმე რატომ დადიხარ ტაძარში მეუნება ხოლმე ერთ რამეს. აი რაღაცა ვერავარ შინაგანად და იქნებ ცოტა დამშვიდე. და ვეუბნები რომ დამშვიდე, აი ხა რაზეც ვსაუბრობთ, ეს უნდა გააკეთო ადამიანი. ვერ დამშვიდები, არ არსებობს. იქ არ არის ის სიმშვიდე, რასაც ეძებს. ქრისტეც იძახის ამას, რომ მშვიდობას მოგცემთო, ჩემ მშვიდობას დაგიტოვებთო, არა იმ მშვიდობას, რომელსაც ვითომ წუთისოფელი იძლევა, არამედ ჩემ მშვიდობასო. რა არის ეს მისი მშვიდობა, იცით ვინმე? რა არის ქრისტეს მშვიდობა? ქრისტეს მშვიდობა არის ღვთი მასზე მინდობა, ღვთის ნებაზე მინდობა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ითიც ვიწყებთ ხოლმე. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. თავარი არ მოვიწყდება, რომ მე უნდა რა ვქნა ცხონდე. რაც არ უნდა გააკეთოთ ხალხო ამ წუთისოფელში, ამ ნარჩენებისგან, რაც არ გინდა ააშენოთ, რაც არ გინდა მოაწყოთ, რაც გინდა გააკეთოთ, ცხონებას საპირწონეთ ამას ვერ დაიდებს. ერთი დღე შინაგანი სიმშვიდით, აბა რამდენი ყოფილა, რომ ერთი შინაგანი სიმშვიდე გიგძვნი ადამიანს და ხვდები, რომ ყველაფერსა წონის, სულ ყველაფერზე მეტია. რაც გიკეთებია თუ არ გიკეთებია, ყველაზე საუცხოო მარგალიტი არის ეს, რომელიც შინაგანი სიმშვიდე არის ადამიანის. და ამიტომ უნდა დაიჯეროთ ერთი რამე, რომ უხილავი, მიუწდომელი, ჩვენთვის უკონტროლო, მიღმიერი, მეტაფიზიკური ტერი არ არის ჩვენ. გამიგეთ? და ეს რაც ჩამოვთვალე ღმერთი არის. ჩვენ ესეთებართ ვართ შექმნილები, რომ ჩვენ სადღაც იქით უნდა ვიხედებოდეთ, რასაც მორჩილების სული ქვია, თამდაბალი და მორჩილი რო იყო ადამიანი, უნდა იცოდე რომ რაღაცას ვერ აკონტროლებ. ღმერთი გეუბნება, კი აქა ვარ, მაგრამ შენ მე ვერ გამაკონტროლებ. ადამიანი ძახს, რას ქვია ვერ გაგაკონტროლებ? ბაბილონის გოდოლი გახსოვთ? უნდა ავიდე ღმერთი უნდა მოკლა. ანუ ღმერთიც უნდა გავაკონტროლო. ამ ნარჩენებში ხო დავიწყე ყველაფრის კონტროლი. ავიღე ხელში, იმიტომ ამ ჩემი ძლიერებით ყველაფერი. ეხლა ისიც უნდა დავიმორჩილო. ავიდე მაღლა და გახსოვთ ამ ბაბილონის გოდოლზე არის ხოლმე გოდოლზე დგას ადამიანი და შვილდის არ სისვრის, რომ ღმერთი უნდა მოკლას. ქრისტიანი ადამიანი კიდე რას იძახის? აბა უყურეთ აქ რომ მოვედით, რას ვიძახით? რომ მე რომ შვიდად ვიყვე, მე მჭირდება თამდაბლობა და მორჩილების სული, ანუ ენერგია რომ თქვა, არის რაღაცეები, რასაც ვერ ვაკონტროლებ და არის რაღაცები, როგორც მე მინდა რომ ისე არ იქნება. და ესა იმიტომ არის თან ტკბილი ქრისტიანებისთვის, ვიღაცისთვის ეს საშინელია. ქრისტეს გარეშე ეს არის საშინელება, იმიტომ რომ ადამიანი სამპარტავნებას ურტყავს ეგრევე, ადამიანს რას ქვია ვერ ვაკონტროლებ. მაგრამ ქრისტიანი ადამიანისთვის არ არის, რატო? იმიტომ რომ კეთილია ეს ჩემი ქრისტე. კეთილია ჩემი ღმერთი. კეთილია ჩემი ქრისტე, ამიტომ იყვეს მას როგორც უნდა.
აი ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი, ანუ ხალხო იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ეს ჩვენთვის პირიქით სიხარული არის. სიხარულია ეს. მაგრამ გარეთ მყოფი ადამიანისთვის, რომელიც გეუბნებით ნარჩენებში იქექება და იქ კონტროლს ცდილობს, მისთვის ეს არის საშინელება და დღევანდელმა სამოციქულომ რა თქვა? სიტყვა ჯვარისა წარწმედულთა მათვის სიცოფე არის, ხოლო ჩვენ ცხონებულთათვის ძალი ღმრთისა არის. რა არის? ამ სიტყვებში რა უნდა ვიგულისხმოთ? ქრისტეშია ზუსტად ის საოცარი თავისუფლება, ვისაც მე აი მაგალითად რო ვეტყვი, რომ თავს დავხრი და ვიტყვი, ღმერთო, უფალო იესო ქრისტე, განა რო ლოცულობთ, ამას არ ლოცულობთ, ყველანაირ კონტროლს უშვებ ხელიდან და იყოს შენი ნება. მაგრამ ამას ადამიანი სიტყვით კი არ უნდა ამბობდეს. ამას ადამიანი უნდა შინაგანი ორი ძალით ახორციელებდეს. რა ძალა? მორჩილება და თავმდაბლობა. აი ეს არ აქვს. იქ არ არის ეს. იქ გეუბნებია, რომ მორჩილებითა და თავმდაბლობით ვერაფერს მიაღწევ. სხვა იღებს შენსა, სხვა წაგართმევს, ის გააკეთებს, შენ ვერაფერს ვერ ააწყობ. უნდა გადაუარო ვიღაცას, მაგრამ აქ გეუბნებია, რომ ესე უნდა იყოს. აი ეს დაჯახება ხდება ზუსტად ადამიანში, რომელიც მოკლედ არის. ამით დავასრულოთ ახლა და აი გახსოვთ სასწაულს რო ეძებთ ხოლმე, ხშირად ვიღაცა ავად გაგიხდებათ. ხშირად არის ხოლმე თქვენ თვითონვე ავად ხართ ადამიანი. ხშირად ადამიანს რაღაცა ამ წუთის სოფელში ტკივილი აქვს. ხო, გარდაიცვალა ვიღაცა და შინაგანი ტკივილი გაქვს ადამიანს. და რაღაცას რას ეძებ იცი, რომ ღმერთო გევედრები სასწაული აღასრულე ჩემთვის რა. სასწაული მოახდინე ჩემთვის და მე გეტყვით ერთ რამეს. სასწაულის სფერო არის ზუსტად აი მუხილავის სფერო. სადაც შენ საკუთარ კონტროლს უშვებ ხელიდან. იქ იწყება მე ზუსტად ის ხდება, რამდენჯერ გითქვა, ვაიმე დედა, ეს რა ხდება ჩემ თავს? ვაიმე როგორ ანუ რო არ ველოდებოდი, მაშინ ხდება ყველაფერი, როცა არ ელოდები, მაშინ ხდება ყველაფერი. რაღაცას აღმოაჩენ ადამიანი, მოულოდნელობა ხდება, აღმოჩენა ხდება, აღფრთოვანებული ხარ ადამიანი, ვაიმე და რატო ხარ აღფრთოვანებული? რა ხდება ამ დროს? ცოტა მაინც და აი იმ ნარჩენებში ქექიალს დაანებე თავი. მოტრიალდი აქეთ და ღმერთსეუნები, უფალო იყო შენინება და იმ წუთში შეხვედი იმ სფეროში, სასწაულის სფეროში, სულიერ სფეროში შეხვედი, სადაც ღმერთი მოქმედებს და უცებ ხდება ასეთი რამე. მოულოდნელობა, ვაიმე დედა, რა ხდება? რამდენი ხანია ამას ვეძებდი? სად ქექიალობდი თურმე აგერ აქ ყოფილა? აღმოაჩენ ადამიანი უცებ ისეთ რაღაცას, რომ გაკვირვებული იქნები. ისეთი შესაძლებლობა გაგეხსნება ადამიანს სიტყვი, ვაიმე ღმერთო, რამდენი ხანია ამისთვის ვიბრძოდი, რომ ეს შესაძლებლობა ჩემს ცხოვრებაში მომცემოდა. აი ეს ხდება, ანუ ჩვენ ამიტომ ვიკრიბებით ეკლესიაში და ქრისტესთან ამიტომ მოვდივართ, რომ ჩვენ აი იმას წავართვათ თავი, განა თავისთავად პირობითად ცუდია ის ყველაფერი, ცუდი არ არის ერთიანობაში, მაგრამ ქრისტიანი ადამიანია, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია უფრო, ვიდრე ის წეღან ამას გეუნებოდით. თავში ეს დავიწყე ზუსტად. აქ ხდება ხოლმე ხშირად საბედისწერო შეხვედრები. ვაიმე, რამდენი ხანია გეძებდი და გიპოვე. ადამიანიც მათ შორის. და ყველაზე მთავარი დიდი შეხვედრა ღმერთთან არის. აქ ხდება ის ძლიერი შინაგანი ცვალებადობები, რომელიც თავისთავად აი არც კი გეგონათ, რომ შესაძლებელი იყო თქვენს ცხოვრებაში. ეს არის სფერო, სასწაულის სფერო არის ეს. ეს არის ის სულიერი სფერო, რასაც ჩვენ ვეძებთ. მაგრამ ვერ მივახცევთ, ვერ ასოდეს, გახსოვდეთ მაგ სფეროში ვერავინ ვერ შევა და ვერავინ ვერ გადავა, ვისაც სამი რამე არ ექნება, ანუ საკუთარი კონტროლის გაშვების სურვილი და ხოლო ამას მიაღწევს მხოლოდ თავმდაბლობით და მორჩილებით. აი მხოლოდ და მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. მაგრამ ამის გაშვება
ამის გაშვება. აი ეს არის ყველაზე ძნელი. მე როგორც სასულიერო პირს გეუბნებით, აი ბავშვები დამეთანხმებიან, უბრალოდ მე მინდა აქაური ის მოვიყვანო. ჩემი მოსვლა აი აქ რაც მოვედი, ბავშვებთანაც, ახალგაზრდებთანაც და მე თქვენთანაც მაქვს ნათქვამი. ეს ყველაფერი ჩვენია. ერთად ვაკეთოთ საკეთებელი. ხო არის მღვდელი მოვიდა, ხო? იერარქიით ზემოთ არის. ამაო როგორ გვაკურთხებ? რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ? ანუ დაჩვეულია ადამიანი ამას, როგორ. მე ვთქვი, მოდი ერთად ვაკეთოთ. ერთად ვაკეთოთ, თავისუფლად ვაკეთოთ ეს ყველაფერი. შენ მოინდომე, შენ გააკეთე. მე კი არ დამელოდო, როდის რას გეტყვი. აბა მოდი ერთად გავაკეთოთ. აი ეს თავისუფლება მძიმეა ადამიანისთვის. მას ურჩევნია უბრძანო, კითხო, უთხრას და ისე გააკეთოს ეს ყველაფერი. ღმერთმა მოგცეს ყველას ამისი ძალა, რომ მივენდოთ საღვთო მადლს, დამიჯერეთ. ეს ტკივილიანი გზა არის. ეს ტკივილიანი გზა არის, იქამდე ტკივილიანი გზა არის, რომ რავი, მე არ მომერიდება, იმიტომ ქრისტეს არერიდებოდა და პირდაპირ ეუნებოდა ადამიანებს. ეს არის საკუთარი თავის უარყოფის გზა არის. იქამდე უშვებს საკუთარ კონტროლს ხელიდან, რომ შეიძლება ადამიანებმა ზედ გადაგიარონ, როგორც ქრისტეს გადაუარეს. შენი სიყვარული ისე გაქელონ ადამიანებმა, შენი კეთილგანწყობა, შენი თავმდაბლობა, შენი მორჩილება, შენი ადამიანებისადმი მსახურება ისე გალანძღონ და ეს შორს არა ვართ აქედან, დაიწყება ეს ყველაფერი ძალიან მალე, დააკვირდით ერთ რამეს. ადამიანი, რომელიც შენ ცუდად გექცევა და შენ რო სიყვარულით პასუხო, შენ რო უთმენ, შენ რო პირიქით აძლევს შანსს, რომ არაუშავს, მიდი კიდე ადამიანი წყობილებიდან გამოდის. ამიტომ იწყებს ასეთი სიყვარულის და ასეთი ერთგულების, ასეთი მსახურების შეურაცხყოფას, როგორც ქრისტეს შეურაცხყოფდნენ. აი ამას გძნობს ადამიანი, როდესაც კონტროლს უშვებს ხელიდან და ეს არ ეთმობა. აუ მე ამითი დამანგრევენ, დამლეწავენ, გამანადგურებენ და მე მშობლები მომისმენია, მშობლების გარო, რას ამბობ მამო, რასაც ქრისტიანობა ასწავლის, ეგრო შვილს ვასწავლო, ამ წუთის სოფელში ის როგორ იცხოვრებს. მეორე დღეს შეიძლება გამინადგურონ, ამიტომ გელი უნდა გავზარდო, გელი. რომ პირიქით მან შეძლოს ვიღაცის, ისე იგი რაღაცა ამ ნარჩენებში ქექიალი შეეძლოს, კარგი ნიჭი ქონდეს, კარგი გონიერება ქონდეს, კარგი ესე რომ ვთქვათ, იმიანი იყოს, ესე რო იტყვიან ხოლმე ქართველები რო იტყვიან ხოლმე, რომ აი ძალიან ცუდი სიტყვა ესე გაიძვერობა იცოდეს. რომ შეძლოს ამ წუთის სოფელში ერთი აქეთ-იქით მიალაგოს ყველანი და პირველობა დაიმკვიდროს. ეს უფრო უხარია დღევანდელ მშობელს დამიჯერეთ და მათ შორის ეკლესიის წევრებსაც. დაინახავენ თუ არა თავის შვილმა თავმდაბლობა გამოიჩინა, ამპატიება გამოიჩინა, მოკლედ თვითონ ხო წუხან და საკუთარ შვილზე ფსიქოლოგთან ატარებენ მერე რომ აიმე მე მგონი ძალიან ისეთიაო რაღაცა ძალიან ჭკვიანი არის, ძალიან მორჩილია, ძალიან მშვიდია და რაღა მეშველება დაიღუპება ამ წუთის სოფელში. აი ესენი ვარ ჩვენ. სამწუხაროდ და მიყავთ სამკურნალოდ. 7 თავმდაბალი, გაწონასწორებული ადამიანი მიყავთ სამკურნალოდ. ამიტომ ეს გზა არის ქრისტიანობა. მეგობრებო, ეს გზა არის. სხვა გზა არ არსებობს. ეს გზაა ქრისტიანობა, ეს არის თავგანწირვისა, ქრისტეს მიმსგავსებისა, ტკივილის ხშირ შემთხვევაში. მაგრამ სხვა ადამიანების სიყვარულის ტვირთვის, სხვა ადამიანების მსახურების, მიუხედავად იმისა, რომ არ შეგიძლია ცუდად ხარ, გიჭირს. აი ეს არის ქრისტიანობა. და დღევანდელ დღეს ქრისტემ ეს გითხრა, მოციქულებს უთხრა, ან მე დამიჯერეთ, ან იყავით თქვენ კონტროლში, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა გქონდეთ, მაგრამ მოციქულებმა დაუჯერეს და იმედია, ჩვენც მოკლედ შევძლებთ, რომ დავიჯეროთ ეს ყველაფერი და ღმერთს მივანდოთ საკუთარი ცხოვრება ნელ-ნელა და გაუშვათ ნელ-ნელა, ცოტა-ცოტა მაინც კონტროლი საკუთარი თავში და ჩვენს გარშემო, რომ ღვთის ნებას მივანდოთ. დღეს საშინელება ხდება. არ ვიცი მე ესეთი რამე ხა უბრალოდ მძიმეთ არ მინდა თქვა, არ ვიცი, აი
ხშირად სასულიერო დასს პირებიც კი აი ამ კონტროლის სფეროში და აი ამ მეორადებში ქექიალისკენ მოუწოდებენ პირველ რიგში ადამიანებს. და არა შინაგანი. იტყვი თუ არა თამდაბლობას და მორჩილებას იმ წუთში ტერი ხარ, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეს უცხოა ამ წუთის სოფლისთვის და ეს არ შეიძლება. ღმერთმა დაალოცვილი დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა.